Property Georgia's და FFC Georgia's ორგანიზებით პირველი AI-ზე დაფუძნებული უძრავი ქონების ღონისძიება იმართება დღეს. ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ვართ ვიმყოფებით არეალით და ძალიან საინტერესო რესპონდენტებს ვაერთიანებთ დღევანდელ გადაცემაში. დღეს აქ იკრიბებიან უძრავი ქონების სექტორის ლიდერები, დეველოპერული კომპანიები, სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები, ინვესტორები, ბროკერები, სამშენებლო მასალების მწარმოებლები და ასე შემდეგ. საქართველოს როგორც უძრავი ქონების საინვესტიციო ჰაბი, ჩემთვის საამაყო მიმართულება ეს მწვანე მშენებლობა უძრავ ქონებაში და უძრავი ქონების გამოფენა. დღეს ძალიან საინტერესო ბევრისთვის, ასევე რეალურად რას ეფუძნება დეველოპერული ბიზნესის წარმატება და რამდენად მნიშვნელოვანია ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება თანამედროვე ტექნოლოგიების სწორი ინტეგრირება. ამას არსებითად დიდ მნიშვნელობას მივანიჭებს დღეს. ლიკა ქარდავა, Property Georgia's და FFC Georgia's დამფუძნებელი არეალში. ძალიან მნიშვნელოვანია ლიკა თქვენი გაერთიანება არეალში ამ ღონისძიებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ AI-ის ჩართულობით და პირველობით და ჩვენ შეჩვეულნი ვართ თქვენგან სიახლეებს და პირველობას ძალიან ბევრ ნაწილში არაერთხელ გაგვივლია საამაყო ღონისძიებები, რომელმაც შედეგი მოიტანა. დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ შედეგის მომტანია, თუ რა კუთხითაა შედეგის მომტანი, ამაზე დღეს ვისაუბრებთ. AI-ზე დაფუძნებული უძრავი ქონების ღონისძიება კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, უკვე კარგად ჟღერს 21 საუკუნეში თანამედროვეობაში. პირველად იმართება ეს ღონისძიება. რას გულისხმობს ტექნოლოგიური ჩართულობა და რატომ ახლა, რატომ არის სწორი დრო სწორედ ტექნოლოგიური ჩართულობისთვის ლიკა? გვანცა პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა შენ და არეალ ჩვენი ღონისძიების მხარდაჭერისთვის და ესეთი ენერგიული და ინოვაციური გაშუქებისთვის. რაც შეეხება შენს კითხვას AI-ის ინტეგრაციასთან დაკავშირებით, დღევანდელი ღონისძიება არის Property Georgia's და FFC Georgia's რიგით მესამე ღონისძიება, თუმცა დღევანდელი დღე განსხვავებულია იმით, რომ ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ ინოვაციური ფორმატი და ამ ინოვაციური ფორმატის წარდგენის შესაძლებლობა ჩვენ მოგცა ძალიან საინტერესო გუნდმა, ეს არის ქართული სტარტაპი Twino, რომელიც ნერგავს ქართული უძრავი ქონების ბაზარზე ლიდების მართვის ინოვაციურ სისტემას. სწორედ მათი მხარდაჭერით პილოტურ რეჟიმში დღეს ჩვენს ვიზიტორებს, როგორც ფიზიკურ, ასევე დისტანციურად შემოსულ აუდიტორიას ვთავაზობთ დღევანდელი ღონისძიების შინაარსზე წვდომას. ანუ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს პანელური დისკუსიები, ასევე გვაქვს პრეზენტაციები სხვადასხვა სამშენებლო დეველოპერული კომპანიების მხრიდან და რაც მთავარია, ღონისძიების მთავარი აქცენტი ეს არის ექსკლუზიური შეთავაზებები, საინვესტიციო შეთავაზებები უძრავი ქონების და სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისგან, რომელზეც წვდომაც შესაძლებელია დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდეთ არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. და სწორედ დაინტერესდებათ ამ ძალიან მნიშვნელოვანია. ნამდვილად, რადგან ერთი დღის განმავლობაში კომპანიებმა მოინდომეს და მაქსიმალურად ესეთი საინტერესო ექსკლუზიური ფასდაკლებები და დამატებითი შეთავაზებები წარმოადგინეს. ნიკუნა, AI აგენტები უკვე გაყიდვებშიც ერთვებიან და საკმაოდ გავრცელებული მიმართულებაა უკვე და საკმაოდ სწრაფად ვითარდება სწორედ თანამედროვე ცხოვრებაში ხელოვნური ინტელექტი და ბევრი საუბრობს ადამიანური რესურსის ჩანაცვლებაზეც ამ მიმართულებით. რა როლი აქვს ადამიანურ რესურსს სწორედ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში? როგორ უნდა გამოვიყენოთ სწორად ხელოვნური ინტელექტი? ცხადია ძალიან მნიშვნელოვანი მიგნებაა, თუმცა არსებითად მნიშვნელოვანია სწორად გამოვიყენოთ ჩვენს ყოველდღიურობაში. როგორც იტყვიან, ეს არის $1,000,000-იანი შეკითხვა. რადგან მთელი მსოფლიოსთვის ეს არის გამოწვევა და თან არის უზარმაზარი შესაძლებლობა, ისევე როგორც ჩვენი ღონისძიებისთვის. რეალურად ჩვენი ღონისძიების მაგალითზე AI აგენტი არის ძალიან კარგი და ესეთი დამხმარე შესაძლებლობა იმისთვის, რომ მომხმარებელმა საკმაოდ კომფორტულად მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია შეთავაზებების შესახებ. ამავდროულად გარკვეულ ანალიტიკურ კომპონენტსაც ითავსებს AI აგენტი, პასუხობს სხვადასხვა შეკითხვებზე, ადარებს სხვადასხვა ექსკლუზიურ შეთავაზებებს, გარკვეულ მიმართულებასაც აძლევს, ასე ვთქვათ, დაინტერესებულ მომხმარებელს თუ რომელ უძრავ ქონებაში ჯობს ინვესტირება მომხმარებლის პრეფერენციებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს არის ერთგვარად შემავსებელი კომპონენტი ადამიანური სიკეთეებისა, რაც კი გაგვაჩნია. თითქოს ყველა მსხვილი კომპანია იღებს მონაწილეობას დღეს ამ ღონისძიებაში, ლიკა. რატომ არის მნიშვნელოვანი მათი ჩართულობა? ჩვენი ღონისძიებები ტრადიციულად გამორჩეულია იმით, რომ ჩვენ ვცდილობთ გავაერთიანოთ უძრავი ქონების ეკოსისტემაში ჩართული ყველა პროფილის კომპანია და დღესაც
როდესაც დღევანდელი პლატფორმა სამის მაგალითს იძლევა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა ბიზნეს კავშირებისთვის, ნეტვორკინგისთვის, როგორც B2C, ასევე B2B ფორმატის, ასე ვთქვათ, ღონისძიება. შესაბამისად, ვიწევთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ მონაწილეობა მიიღონ, ასევე რაც მთავარია დამთვალიერებლებს და ვიზიტორებს, რომ გაეცნონ აი ამ არაჩვეულებრივ შეთავაზებებს. ლიკა, AI-ზე დაფუძნებული ღონისძიება ყოველწლიური იქნება, იმდენად ინოვაციურია და მნიშვნელოვანი, მინდა რომ ვიკითხო, იქნება თუ არა ყოველწლიური. აუცილებლად და ვეცდებით, რომ უფრო მეტი მასშტაბირებით, ასე ვთქვათ, შემოგთავაზოთ ეს ღონისძიება კიდევ უფრო ინოვაციური კომპონენტებით. როგორც უკვე აღნიშნეთ, საქართველოს საინვესტიციო ჰაბად ძალიან კარგად ჟღერს და მნიშვნელოვანი მიმართულება. როგორი საინვესტიციო გარემოა საქართველოში დღეს, ლიკა? და რა სამომავლო პერსპექტივა არსებობს, რომ ნამდვილად იყოს საინვესტიციო ჰაბი გამორჩეულად და ჩვენთვის საამაყოდ საქართველოს. გვანცა უძრავი ქონების სექტორი შემიძლია თამამად ვთქვა, რომ გამორჩეული, ერთ-ერთი გამორჩეული დარგია ეკონომიკის და მოტივირებელი და მასტიმულირებელი. წლიდან წლამდე ის გამოირჩევა მზარდი დინამიკით, როგორც ვთქვათ, ინვესტიციების კუთხით, ასევე სხვადასხვა მოთხოვნა მიწოდების კუთხით და სიახლეების დანერგვის კუთხით, ასევე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ეკონომიკის, რომელიც ამავდროულად ირიბ გავლენას ახდენს ეკონომიკის სხვა დარგებზეც და ამუშავებს, ასე ვთქვათ. და ვიტყოდი, რომ პერსპექტივა და შესაძლებლობა საკმაოდ დიდია. თან იმ ფონზე, როდესაც იგივე ჩვენი ასოციაციაც, რომელიც საერთაშორისო გაერთიანების ნაწილია და მსოფლიოს 80 ქვეყანაშია წარმოდგენილი, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტი აქცენტირებით იქნეს პოზიციონირებული მსოფლიო რუკაზე თავისი გამორჩეული პროექტები და პირიქით საუკეთესო პრაქტიკების და ესეთი ჯანსაღი მშენებლობის მიდგომების გადმოტანა მოხდეს ჩვენს ბაზარზე. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს უკვე თქვენ სამუშაო არეალში და ძალიან დიდი მადლობა ამ აქტივობისთვის და სასარგებლო პროექტებისთვის და იმ სიახლისთვის, რომელსაც დღესაც ხვდებით დღევანდელ ღონისძიებაზე. ლიკა ქარდავა Property Georgias და FFC Georgias დამფუძნებელი არეალში გაერთიანდა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებით, რომელიც უკვე აღნიშნეთ დღევანდელი დღე სწორედ ეცმობა ინოვაციურ ღონისძიებას, რომელიც ყველასთვის სასარგებლოა. გაერთიანებთ ძალიან ბევრ საინტერესო რესპონდენტს და გველოდით. Property Exclusive 2026 პირველი AI-ზე დაფუძნებული უძრავი ქონების ღონისძიება, როგორც უკვე არაერთხელ აღნიშნეთ, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაზე ვიმყოფებით, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით და ვაერთიანებთ საინტერესო რესპონდენტებს. ცხადია ღონისძიების ფარგლებში. ქეთი ტაბატაძე, Property Georgias მმართველი პარტნიორი, FFC Georgias თანადამფუძნებელი გაერთიანდა არეალში. უღრმესი მადლობა ქეთის სტუმრობისთვის და ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, რომელზეც ახლა ვამახვილებთ ყურადღებას. Property Exclusive 2026 რატომ არის მნიშვნელოვანი დღევანდელი ღონისძიება და რამდენად სწრაფად ვითარდება და იცვლება ქეთი სტანდარტები უძრავი ქონების ბაზარზე. მადლობა გვანცა მოწვევისთვის პირველ რიგში ძალიან სასიამოვნოა ყოველთვის შენთან შეხვედრა და ამ ახალ ფორმატში კიდევ განსაკუთრებით და წარმატებებს გისურვებ. რაც შეეხება უძრავ ქონებას, უძრავი ქონება შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი სექტორი. როდესაც რომელიმე სექტორი ვითარდება, ნიშნავს, რომ მუდმივ სიახლეებთან გვაქვს საქმე და ინოვაციასთან. თვითონ Property Georgia 10 წლის წინ ჩამოყალიბდა, აი წელს უკვე მე-10 წელს აღნიშნავთ, ესე ვთქვათ, და ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ამ 10 წლის განმავლობაში. ჩვენც ესე ფეხდაფეხ მივყვებით სექტორის განვითარებას. დღევანდელი ღონისძიება არის Property Exclusive 26, როგორც ახსენე და უკვე მესამედ ვატარებთ ამ ფორმატში. ეს არის როგორც შინაარსობრივი ნაწილი პანელური დისკუსიები, ასევე მოგეხსენებათ დღეს არის სპეციალური პირობებით დეველოპერებისგან უძრავი ქონება. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მუდმივად მომხმარებელი ითხოვს რაღაც სიახლეს შენგან. პირველი ორი ღონისძიების შემდეგ ვიფიქრეთ, რომ კიდევ რაღაც მეტი უნდა შეგვეთავაზებინა. ამიტომ დღეს რა თუ არა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ყველა სფეროში უკვე ნელ-ნელა ვრცელდება, უძრავი ქონებისთვის სხვათა შორის ხელოვნური ინტელექტი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და სასარგებლო დამხმარე შეიძლება იყოს სამომავლოდ. თქვენ თავად როგორ იყენებთ ხელოვნური ინტელექტს ყოველდღიურობაში? ჯერჯერობით ვსწავლობ და ვასწავლი. რომ შემდეგ უკვე და სხვათა შორის ახლა ძალიან საინტერესო კვლევა ვნახე. რამდენიმე დღის წინ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ უძრავ ქონებას უკავშირდება და როგორც ამბობენ 2030 წლისთვის დაახლოებით 34 მილიარდის savings გაუკეთებს სექტორს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელოვნური
ინტელექტის დახმარება და მასთან მეგობრობა. კიდევ ბევრ სიახლის შევიტყობთ ფონზე. იმიტომ რომ ძალიან დიდ საქმეს საკუთარ თავზე იღებს. თუმცა ეს ერთი მხრივ შეიძლება კარგი არ იყოს ადამიანური რესურსებისთვის. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი სწორად გამოვიყენოთ რა თქმა უნდა, ყველაფერს სწორი გამოყენება ჭირდება და ყოველთვის მაინც ინოვაციისკენ უნდა ვიყოთ მისწრაფებით. მწვანე მშენებლობის მიმართულებაზე ვისაუბროთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად ბევრი დეველოპერის შეთავაზებაში დევს სწორედ მწვანე მშენებლობა. მწვანე მშენებლობა ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, იმიტომ რომ მშენებლობა არ არის მხოლოდ ის კედლები, რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს არის გარემო, რომელიც უნდა იყოს ჯანსაღი, ეკოლოგიურად მეგობრული და იმისთვის, რომ ჯანმრთელად ვიცხოვროთ და კომფორტულად, ეს არის ცხოვრების სტილი, ესე ვთქვათ. ამიტომ საქართველოში კანონმდებლობის კუთხითაც უკვე მეტი და მეტი მოთხოვნები არის მწვანე მშენებლობის მიმართულებით და იმისთვის რომ სექტორი იყოს მზად, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი პანელური დისკუსია და ჩვენი შეხვედრები მწვანე მშენებლობაზე, იგივე ენერგოეფექტური კანონმდებლობის საკითხებზე, რომ ეს არ იყოს უცებ შეთავაზებული სიახლე და ეტაპობრივად მივყვეთ სექტორთან ერთად. თუმცა რაც ძალიან კარგია და აღსანიშნავია, დეველოპერების მხრიდან არის მზაობა, ითვალისწინებენ და ძალიან მოტივირებულებიც კი არიან, რომ ყველაფერში იყვნენ პირველები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სასარგებლო სიახლეების ფონზე და იმ სიახლეების ფონზე, რომელიც დღეს გვხდება, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ თქვენი გავლენა ბაზარზე დღითიდღე იზრდება. ძალიან პოზიტიურად და დადებითად, რაც მე ძალიან მახარებს. რა პასუხისმგებლობას გრძნობთ ამ პროცესში, კეთ? პასუხისმგებლობა ნებისმიერ საქმეში ძალიან დიდია, რასაც ხელს მოკიდებ და რაც უფრო მეტ საქმეს აკეთებ, ეს პასუხისმგებლობაც იზრდება. აი თუნდაც დღევანდელ ღონისძიებას რო გეგმავდით, თავიდან არ იყო ესეთი მთლად ამბიციური, შემდეგ უკვე ხელოვნური ინტელექტი რო დაგვემატა ჩვენ პარტნიორ Twinows-თან ერთად, კიდევ უფრო გაიზარდა მისი მასშტაბი და ასევე კომპანიების რაოდენობა, როცა ვნახეთ, რომ კიდევ უფრო მეტი იყო, ყოველი ახალი საქმე, ყოველი ახალი წამოწყება და ყოველი ახალი მიმართულება არის დამატებითი პასუხისმგებლობა და თუ ამისთვის მზად არ ხარ, ვერ განვითარდები. ამიტომ უნდა გარისკო და აუცილებლად გაამართლე. რა თქმა უნდა. Property და FFC ჯორჯიას მომდევნო ნაბიჯზე უნდა ვისაუბროთ, სწორედ ამ პასუხის შემდეგ აუცილებლად კვლავ გააგრძელებს დარწმუნებული ვარ სიახლეების დანერგვას, რა მიმართულებით მიდის და რა კუთხით? Property ჯორჯიას და FFC ჯორჯიას სიახლეებს გავაზიარებთ დღესაც, რა თქმა უნდა, თუმცა ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რაც არის წელს, არის რომ შევქმნით Property Hub-ი, რომელიც უკვე Property ჯორჯიას და FFC ჯორჯიას მოიაზრებს. ეს არის hub-ი, რომელიც არის განკუთვნილი როგორც კომპანიებისთვის, დეველოპერებისთვის, სამშენებლო სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ გვინდა რომ მივცეთ შესაძლებლობას ყველას იყოს ამ community-ის ნაწილი. მიუხედავად იმისა, ეს მცირე კომპანია, საქართველოზე ორიენტირებული საშუალო დონის თუ ისეთი, რომელსაც ძალიან დიდი საერთაშორისო ამბიციები აქვს და ამისთვის გვყავს ახალი საერთაშორისო მედია პარტნიორი, თვითონ FIABC-ის ქსელი, რომელიც მთელ მსოფლიოს ფარავს და ყველა კონტინენტზეა და გვაქვს კიდევ ძალიან ბევრი კარგი სიახლე, რასაც ეტაპობრივად შევთავაზებთ. გვაქვს ასევე დაჯილდოება, ეს არ მინდა რომ გამოვჩეს შემოდგომაზე. ზუსტად ჯერ თარიღი არ ვიცით და ეს იქნება უკვე რიგით მესამე დაჯილდოება, რომელსაც Property Georgia და FFC Georgia შემოგთავაზებთ. თვითონ დაჯილდოება არის FFC Georgia's Pretty Excellence Awards, რომელიც არის საერთაშორისო დაჯილდოება და ადგილობრივ დონეზე გამარჯვებულები შემდეგ უკვე მიიღებენ მონაწილეობას მსოფლიო ასპარესზე. და სადაც ჩვენ პირველ ორ დაჯილდოებაზე ყავდა უკვე გამარჯვებულები მსოფლიოში გამორჩეული პროექტები საქართველოში. რა თქმა უნდა, კეთი, სწორედ ასეთ მასშტაბურ არეალს ვართ თქვენგან შეჩვეულნი. ძალიან მახარებს, რომ დაჯილდოების ნაწილიც არეალში გაერთიანდება აუცილებლად ამის პირობას. დავიტოვებ უღრმეს მადლობა, კეთი, როგორც ყოველთვის ამომწურავი პასუხებისთვის და იმ მნიშვნელოვანი ღირებულებებისთვის, რომელიც დღეს არეალში გაგვიზიარეთ. კეთი ტაბატაძე, Property Georgia's მმართველი პარტნიორი, FFC ჯორჯიას თანადამფუძნებელი გაერთიანდა არეალში, ვაგრძელებთ რა თქმა უნდა ღონისძიების ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი რესპონდენტების გაერთიანებას. Property Exclusive 2026 პირველი AI-ზე დაფუძნებული უძრავი ქონების ღონისძიება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ვიმყოფებით და ძალიან მნიშვნელოვან რესპონდენტებს ვაერთიანებთ არეალში. დღეს საკონსულტაციო კომპანია EVA-ს დამფუძნებელი სალომე არღულიანი ერთიანდება არეალში. უღმეს მადლობა სალომე.
გადაცემაში გაერთიანებისთვის, იმ ჩართულობისთვის, რომელიც დღეს ფიქსირდება ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ევა აფასებს პიროვნებისა და ორგანიზაციის განვითარების შესაძლებლობებს, ეს აუცილებლად უნდა აღნიშნო და ეხმარება მათ მუდმივ გაუმჯობესებაში. პროფერტი ექსკლუზიური 2026-ის მნიშვნელობაზე უნდა დავიწყოთ საუბარი. პირველ რიგში, რამდენად მნიშვნელოვან ბენეფიტებს ქმნის ბაზარზე, სწორედ ასეთი ტიპის ღონისძიებები. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეხლა ვამბობდით, რომ ფეიერვერკი შევქმნით უცებ დილიდან მე ჩვენ ეთერს გარეთ იყო ეს ამბავი კი ბატონო. მართლა ეს იგრძნობა და ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ და თანამშრომლობ პროფერტი აპთან პირველ რიგში. ვფიქრობ, რომ ესეთი ღონისძიება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრი ღონისძიებები ტარდება და უძრავი ქონება და ეს სფერო ზოგადად მუდმივად ვითარდება. მაგრამ როდესაც თავს უყრი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს და ამას იმ თემასთან აკავშირებ, რომელიც ესეთი მნიშვნელოვანია, როგორც ეს გაციფრულება AI, ვფიქრობ ძალიან სწორი მიმართულებით ვითარდება, დღეს მონაწილეები ბევრს გაიგებენ. რამდენად ხშირად ხდება დღეს კომპანიებში სწორედ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სიახლეები და AI-ის სწორი გამოყენება. სალომე, ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო, იმიტომ რომ AI-ის ეპოქაში ვართ, ხელოვნური ინტელექტის მთელ მსოფლიოში ცხადია, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს. აბსოლუტურად გეთანხმები და ეს ორი რაც დაასახელეს ჯერჯერობით და მარტო საქართველოს ვერ ვიტყვი ხო, ზოგადადაც ძალიან ორი პარალელური გზით მიდის. სიახლეები უამრავია, ძალიან ბევრი შესაძლებლობებია AI-ის მხრიდან, თუმცა იღებენ თუ არა სწორ გადაწყვეტილებებს კომპანიები და შემოაქვთ თუ არა სწორი გაციფრულება და სწორი ხელსაწყოები, ეს მეორე საკითხია, იმიტომ რომ ამ ხელა მრავალფეროვან არჩევანში სწორი არჩევანი გააკეთო დამოკიდებულია იმ ცოდნაზე და გამოცდილებაზე, რაც მაგალითად გადაწყვეტილების მიმღებებს აქვთ. ამიტომ დღეს ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით ხდება ცდების ჩატარება კომპანიისთვის, რაც ერთის მხრივ ძალიან კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამან ხარჯი და გარკვეული რისკები არ მოუტანეს კომპანიას. ამიტომ ესეთი ღონისძიებები, სადაც სწორი აქცენტები კეთდება, სადაც სწორი პლატფორმების წარმოჩენა ხდება, ვფიქრობ ძალიან გამოადგებათ კომპანიას. როგორც ყოველთვის ზუსტ აქცენტებს აკეთებს სალომე არღულიანი, რა თქმა უნდა და გვაძლევს მოტივაციას, ცხადია. როდის ვართ სალომე მზად ტრანსფორმაციისთვის? ტრანსფორმაციისთვის არასოდეს არ ვართ მზად და ყოველთვის ვართ მზად. ამისთვის აუცილებელია მივიღოთ გადაწყვეტილება და გადავდგათ ნაბიჯი და ირგვლივ ყავდეს ისეთი ექსპერტები, რომლებიც ამ სფეროში გარკვეულები არიან, ზოგადად დაელოდო იმას, რომ ყველაფერი გეცოდინება და მე მიიღო გადაწყვეტილება, საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ყველა გაგასწრებს, ხო? ამიტომ ტრანსფორმაცია არის პროცესი და ეს პროცესი იწყება პირველი მოძრაობით და შესაბამისად ესეთი ღონისძიებები ვფიქრობ ესეთი ძალიან კარგი მხარდამჭერია, რომ მიიღო გადაწყვეტილება, გავედო და დაიწყო ტრანსფორმაცია. პირველი AI-ზე დაფუძნებული ძალიან საინტერესო მიმართულება, უძრავი ქონების ბაზრის ინტერესისთვის და არა მხოლოდ საინვესტიციო მიმართულებისთვის, მე ამას აუცილებლად აღვნიშნავ დღევანდელ გადაცემაში. საკონსტიტუციო კომპანიებს რა დროს მიმართავს ყველაზე მეტად ხშირად მომხმარებელი სალომე, ძალიან საინტერესო და ძირითადად რომელი სექტორი აქტიურობს? ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და ვიცი რატომაც დასვია ეს კითხვა. ძალიან ხშირად და სამწუხაროდ მომართვიანობა ხდება მაშინ, როდესაც ძალიან კტივა და მგონი ყველა სფეროში ეს. ექიმთან მიდიხარ, როცა ძალიან კტივა რაღაცა ის. და რატომ ხდება ასე? ხო, იმიტომ რატომღაც გადადებ და ყოველდღიური ოპერატიული საქმე გითხრავს, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიც ჩვენ ვართ, რომელიც ძალიან დინამიურია, ცოტათი არაპროგნოზირებადია, შესაბამისად ოპერატიული საკითხები ბევრად თითქოს ბევრად მნიშვნელოვანია, მაშინ როდესაც რეალურად სტრატეგიული გადაწყვეტილებები უფრო მნიშვნელოვანია გრძელვადიან ჭრილში. ამიტომ სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც დავპარტნიორდით რეალურად Property Georgia-სთან. ევა და Property Georgia მუშაობენ პროექტზე Capital Build-ი, რომელიც სწორედ გადაწყვეტილების მიმღებებს, CSU-თან ერთად მუშაობს, მათი მართვის მოდელის, ლიდერობის, პროექტების მართვის მიმართულებით, სოდნის გადასაცემად, რადგან მთავარი გადაწყვეტილებები რეალურად იმ კაბინეტში მიიღება იმ ადამიანების მიერ, ვინც აი ამ დიდ გადაწყვეტილებებზე მუშაობს და შემდეგ ხდება მათი იმპლემენტაცია უკვე საიტზე. მომართვიანობას რაც შეეხება სექტორების მიხედვით, უდიდესი სექტორია სამშენებლო უძრავი ქონება და თავისთავად აქაც ფიქსირდება აქტივობა სალომე ცხადია. Property Georgia-ს და Fiat Georgia-ს როლი ადგილობრივი ბაზრის განვითარებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მრავალწლიანი გამოცდილების ფონზე და მრავალწლიანი სიახლეების დანერგვის ფონზე. დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ ამის დასტურია, რომ სიახლის და ინოვაციის მიხედვით, რა თქმა უნდა, იქნება წარმატება. თქვენი გადმოსახედი და როგორც პარტნიორის გადმოსახედი და რა როლი აქვს ბაზრის განვითარებაში ამ
ორგანიზაციებს. ზოგადად ესეთ გაერთიანებებს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს, იმიტომ რომ ტრენდებს აჩვენებენ, გარკვეულწილად სიახლეების რაღაც ისეთი პლატფორმაა, მაგრამ ჩემი აზრით, სუბიექტური არ მინდა ვიყო, რადგან პარტნიორო, მაგრამ რეალურად ობიექტური მოსაზრება, რომ ობიექტურობაში დარწმუნებულება მრავალი ჩემი სუბიექტური ობიექტური აზრი. ვფიქრობ, რომ განსხვავება სხვა პლატფორმებთან არის სწორედ ის, რომ ცოდნაზე და ექსპერტიზაზე არის დაფუძნებული Property Georgia და VFC. აქ არ არის მარტო ლოკალური ცოდნები, აქ არის საერთაშორისო ექსპერტიზა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დღევანდელ ღონისძიებაც გამოირჩევა იმით, რომ ძალიან ბევრს ვისწავლი და ძალიან ბევრს გავიგებ და ეს მნიშვნელოვანია სექტორის განვითარებისთვის. ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა იმ ენერგეტიკისთვის, რომელიც მოგვიტანე არეალში და ღონისძიებაზე. ეს იგრძნობა და ამ საზოგადოებაც გრძნობს, აქედან აურაც მომდის. ძალიან დიდი მადლობა იმ თითოეული ნამდვილად მნიშვნელოვანი პროექტისთვის, რომელიც ამდენ წლის განმავლობაში განგიხორციელებია და ჩვენ არა ერთხელ გვისაუბრია ამ განხორციელებულ მიმართულებებზე და რა თქმა უნდა ვიტოვებ პირობას, რომ არაერთხელ გაერთიანებულ. აუცილებლად პირობა დაგებულია. მომავალი მნიშვნელოვანი პროექტით არეალში. საკონსტერტო კომპანიების დამფუძნებელი სალომე არღულიანი გაერთიანდა არეალში ღონისძიების ფარგლებში. Property Exclusive 2026 პირველი AI-ზე დაფუძნებული უძრავი ქონების ღონისძიება და ცხადია არეალში ვაერთიანებ ძალიან საინტერესო მიმართულებებს, პროექტებს და რა თქმა უნდა რესპონდენტებს. Dreamland Oasis ჩაქვი ნინო ბუშგულაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი უძრავი ქონების მიმართულებით. სწორია ნინო, ურმესი მადლობა. არეალში გაერთიანებისთვის პირველ რიგში და იმ მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რომლითაც გვანებიურებთ და მინდა სწორედ ამ მიმართულებაზე გავამახვილო ყურადღება გარდა იმ მნიშვნელოვანი ღონისძიებისა, რომელზეც ვიმყოფებით ახლა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალფუნქციური საკურორტო კომპლექსი საქართველოში. შავი ზღვის სანაპიროზე ზღვისპირეთში გადავინაცვლეთ და ჩემთვის ეს მაინსპირირებელია ძალიან და დარწმუნებული ვარ მაყურებლისთვისაც. სრული რეზორტი არეალში შეიძლება თავმად ასე ითქვას. უღმესი მადლობა, როგორია განწყობა დღეს ღონისძიებაზე? მადლობა მშვენიერი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ღონისძიებები ტარდებოდეს, რომ ანუ მეტი სტიმული მიეცას ბაზარს და მეტი სტიმული პოპულარიზაცია და საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება. ცხადია, ჩვენ ამ თემას აუცილებლად დაუბრუნდებით. დღეს საქართველოში ნინო, დეველოპმენტი უფრო მაღალი მოგების ბიზნესია თუ მაღალი რისკის? მინდა ეს კითხვა დაგისვათ პირველ რიგში. რა გამოწვევები გვხვდება პრემიუმ ხარისხის მშენებლობის პროცესში? გაჩნია ალბათ რა კუთხით შევხედავთ ორივე. მაგრამ პოტენციალი ძალიან დიდი აქვს ჩვენ ქვეყანას, განსაკუთრებით პრემიუმ მიმართულებით, იმიტომ რომ ახლა აქტიურად დაიწყო უკვე საერთაშორისო ბაზარზე გასვლა. შესაბამისად აქტიურად მუშაობს ყველა კომპანია, ვინც პრემიუმში, პრემიუმ მიმართულებით არის, რომ მოიზიდოს უცხოელი ინვესტორი. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ ინტერესი საკმაოდ არის საქართველოს მიმართ. ახლა მე ცოტა შემიძლია ჩემი მიმართულებით ვილაპარაკო, იმიტომ რომ მაინც დუბაის გამოცდილება, ანუ პირდაპირ მქონდა შეხება საბროკერო კომპანიებთან, საერთაშორისო საბროკერო კომპანიებთან და ანუ მათი თვალით დანახული ეს არის ახალი საინტერესო მიმართულება, მით უმეტეს იმ პირობებში, რაც დღეს შეიქმნეს გეოპოლიტიკური მიმართულებები, იმიტომ რომ აქამდე უკვე სხვა ბაზრებს განიხილავდნენ ესეთ ალტერნატიულ დაბალ ბიუჯეტიან მიმართულებებად, როგორც არის რომანი, ფხუკეტი, ბალი, ასე შემდეგ, მაგრამ საქართველოს უკვე ჩაჯდა ამ პორტფელში, ასე ვთქვათ, რაც ძალიან მიხარია და ძალიან აქტიური შეხვედრები ქონა ბოლო 2 თვის განმავლობაში. ხედავენ ძალიან დიდ პოტენციალს, თუმცა ჯერ მაინც განვითარების ეტაპი გვაქვს შედარებით ანუ დაბალი, ანუ რა ვიცი შეიძლება ვთქვა, თუმცა პერსპექტივა არის, მთავარია ეს პერსპექტივები ესე ძალიან აქტიურად გადავიტანოთ სამშენებლო კომპანიებმა იმ სწორი პროდუქტის შექმნაში, რომ დავაკმაყოფილოთ ის მოთხოვნები, რაც საერთაშორისო ინვესტორებს აქვს. მოთხოვნების და სტანდარტები საკმაოდ მაღალი აქვთ. გახდება საინვესტიციო ჰაბი საქართველო? გახდება თუ აი სწორი გზით ვიარეთ და ანუ სწორი მიმართულებები გამოვიყენეთ და ანუ ერთ-ერთი ეს იქნება ხარისხი და არის ხარისხი. ეს არის აი ეს მულტიფუნქციური მიმართულებები, აი რაც მაგალითად Dreamland-ს აქვს, იმიტომ რომ უცხოელ ინვესტორს უკვე აღარ აინტერესებს მხოლოდ რაღაც შენობაში ბინის ყიდვა, ხო? ხო, ეს არის უკვე ლაიფსტაილი, ეს არის wellness და spa მიმართულებები, ჯანსაღი ცხოვრება, ინფრასტრუქტურა რაც შეიძლება მეტი რა, რაღაც შენი კომპლექსი იყოს შენი community, ასე ვთქვა და არ გიწევდეს იქიდან გასვლა. ტექნოლოგიები, ნინო, გაძლევთ უპირატესობას თუ გარკვეულწილად ყველას ერთ შესაძლებლობას აძლევს? კონკრეტულად რა შეცვალა ძალიან საინტერესოა თქვენს ბიზნეს გარემო, სამუშაო გარემოში ხელოვნურმა ინტელექტმა. ხო, ტექნოლოგიები რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და შეცვალა ის, რომ ბევრად დაჩქარდა და გამარტივდა რაღაც პროცესები.
ანუ შესაბამისად იგი მე არ ვთვლი და არ მაქვს მოსაზრება რომ ადამიანს ძალიანად ჩაანაცვლებს და ასე შემდეგ. თუმცა ამაზე ყველა საუბრობს და შესაძლებელია გაქრეს ძალიან ბევრი პროფესია. ხო, მაგრამ მაინც ანუ ოპერატორი უნდა დარჩეს. ანუ შეიძლება იმდენი ადამიანი აღარ იყოს ჩართული პროცესში, მაგრამ ისე რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ძალიანად ჩაანაცვლოს, ამაზე საუბრებიც მიდიოდა იგივე დუბაიში, რომ ბროკერებსაც კი ძალიანად ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ არ არსებობს რომ ანუ ადამიანური ფაქტორი ყოველთვის იქნება მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ადამიანი უნდა მართავდეს სწორად ამ ხელოვნურ ინტელექტს. ადამიანმა სწორად უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. შესაბამისად, ანუ უძრავ ქონებაშიც ხელოვნური ინტელექტი იგივე დღესაც ჩვენ უკვე რასაც ვაკეთებთ. ხო, იგივე მარკეტინგის მიმართულებითაც, ან ლიდების გენერაციის მიმართულებითაც, ანუ ძალიან დიდი პლუსია, ანუ დააჩქარა პროცესები, გაამარტივა და ხარჯები შეამცირა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყიდველის განწყობა როგორ იცვლება წლების განმავლობაში ნინა? ინტერესი იზრდება არა მარტო ქართველების მიმართ, არამედ ანუ უცხოელები ძალიან გააქტიურებულები არიან და მაინც ხას გაუსმოდი რომ ბათუმის ანუ აჭარა, ბათუმი მეტად უფრო სტატისტიკურად უფრო დაინტერესების არეალშია, ვიდრე დედაქალაქი, იმიტომ რომ ზღვის თემა მაინც აქტიურად მოქმედებს და ის ინფრასტრუქტურა მოქმედებს. ჩვენი ინტერვიუს დროსაც მოქმედებს ეს განწყობა. შესაბამისად ვიტყოდი რომ ყოველ წელს იზრდება, ანუ ფაქტურად პორტფოლში 50% წარმოადგენს უცხოელ ინვესტორს, რომელიც რამოდენიმე მიმართულებით ყიდულობს დღეს უძრავ ქონებას. ერთი არის ინვესტიცია, რა თქმა უნდა, cash flows კუთხით, რომ მიიღო შემოსავალი, მეორე ვინც არ უყურებს საერთოდ ამ cash flows და აინტერესებს რომ რაღაც იაფიან კიდე დაველი ბიუჯეტით შევიდეს მაღალ ხარისხიან პროდუქტში და ან უყურებს მის მომავალ ღირებულებას და არის ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი, რომელიც მე პირადად ყველაზე ძალიან ვემხრობი ამ სეგმენტს ამ მომწონს, ეს არის რელოკაციის მსურველი ინვესტორები, რომლებიც არა მარტო cash flows-თვის უყურებენ, არამედ ეძებენ ქვეყანას, სადაც უნდა გადავიდნენ საცხოვრებლად, იმიტომ რომ ისინი ხდებიან მერე მომავალში ამ ქვეყნის ამბასადორები. ხო, ისინი ტრანსლირებენ, აპიარებენ ქვეყანას, ანუ ხმარობენ ჩვენს რაღაც იყენებენ სერვისს, პროდუქტებს ასე შემდეგ და ანუ ეკონომიკის განვითარების ძალით მამოძრავებელი ძალა უბრალოდ ეს ხალხი ხდება. ისევ მაინც ახლა წეღანაც ვიძახოდი, მაგრამ ანუ დუბაის ანალოგი ცოტა არასწორი იქნება ამ შემთხვევაში, მაგრამ იქაც რა ხდება, ხო, ანუ ექსპატები ფაქტიურად ქმნიან თელ ეკონომიკას და დოლარს. ამიტომ აქვს საქართველოს რეალურად ეს პოტენციალი და აი ჩვენი კლიმატიც, ბუნებაც, ჩვენი 4 სეზონი, ან ყველაფერი უწყობს ამას ხელს. ერთადერთი რაც გვაკლია არის მეტი რაღაც სტაბილურობის შეგრძნება ქვეყანაში, მეტი გახსნილი სტატისტიკა, რომ ინვესტორს შეეძლოს რაღაც ციფრებზე დაყრდნობით სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და ასევე რაღაც განსაზღვრული გეგმების დადება, რომ აი რაღაც არსებობდეს მკაფიო გეგმა, რა მოხდება სიტყვას არ ვფიქრობ. სტრატეგია არის ყოველთვის მნიშვნელოვანია ცხადია. რა შესაძლებლობებს ხსნის AI-ზე დაფუძნებული უძრავი ქონების პირველი ღონისძიება, სადაც ახლა ვიმყოფებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველია სწორედ ამ მიმართულებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, FIEPC და Property Georgia-ს ორგანიზებით და თქვენთვის რა ბენეფიტის მომტანია კონკრეტულად თქვენი კომპანიისთვის, თქვენ სპიკერიც იყავით ახლა ღონისძიებაზე და ამიტომ უნდა აღვნიშნოთ ესე უცებ. ნუ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა ვერ ესწრება, ხო და ანუ რაღაც მიეცა გასახანი ამ ღონისძიებას, რომ ამ ინსტრუმენტების დახმარებით სხვადასხვა ქვეყანაში მყოფმა ადამიანმა ნახოს, გაიცნოს პროდუქტი, გაიცნოს შეთავაზებები, სამშენებლო კომპანიები და ლიდების გენერაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. იმიტომ რომ უკვე საფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეუძლიათ დაესწრონ დღევანდელ ღონისძიებას. დაესწრონ და ასევე ინტერესი გამოხატონ, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანია. დეველოპმენტი ქმნის ქალაქს, ახალს ქმნის. რა პასუხისმგებლობას გრძნობს Dreamland Oasis-ი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თქვენი მიმართულებით აუცილებლად უნდა გავშალოთ ეს საკითხი, როდესაც პრემიუმ ხარისხი უკვე შეიქმნა და სამომავლო მიმართულებებსაც ელოდება მომხმარებელი თქვენგან და თუნდაც პარტნიორები. რამხელა პასუხისმგებლობაა ეს და რა სამომავლო გეგმებზე ორიენტირდებით დღეს? ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და თან რამოდენიმე მიმართულებით. ერთია რომ მშენებლობის ხარისხი უნდა იყოს რაც მაღალი სტანდარტის, რაც დააკმაყოფილებს საერთაშორისო ინვესტორს, მაგრამ მეორე არის ის სერვისი, რომელსაც მიჩვეულები არიან, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ინვესტორები, რაც ძალიან დიდი გამოწვევაა საქართველოსთვის დღეს და მით უმეტეს ჩაქვისთვის და ცოტა ამხელა კომპლექსისთვის, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ანუ ეს არის საუბარი ძალიან დიდი რაოდენობის თანამშრომლებზე, რომლებიც უნდა გადამზადდნენ ყოველთვის, მზად იყვნენ სეზონისთვის. Dreamland ყოველთვის ცდილობს, რომ ანუ წლიდან წლამდე მომსახურება გაუმჯობესოს და ანუ სტანდარტი გავზარდოთ, არ ფანტასტიკურად გამოგდით.
ხო, არ დავმალავ თუ არის აქაც გამოწვევები, მაგრამ მთავარი არის სწორი მენეჯმენტი და მცდელობა, რომ ანუ ხდება ამის დანახვა და მაქსიმალურად შეცდომების ხო. და ნუ მნიშვნელოვანი თემა კიდე ერთი დავაანონსებ, რომ უახლოეს პერიოდში დავაანონსებთ ჩვენ ახალ პროექტს, რომელიც უკვე ბევრად მორგებული იქნება ამ თანამედროვე ტენდენციებს, იგივე დიზაინის შენობის, ინფრასტრუქტურის ელემენტები, პადელი, აუზი, ასე შემდეგ, რაც თანამედროვე მომხმარებელს სჭირდება, რომ კომფორტულად იცხოვროს მის გარემოში. დაწყებულია უკვე ამ პროექტზე მუშაობა? კი, დაწყებულია ყველაფერი მზად გვაქვს იმისთვის, რომ უკვე დავაანონსოთ. ძალიან მალე დავაანონსებთ არეალშიც თქვენს ახალ მიმართულებას, რაც ძალიან გვახარებს. უღრმესი მადლობა ნინო. დიდი მადლობა. ხარისხის შექმნისთვის, დიდი მადლობა ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და არეალში გაერთიანებისთვის. მადლობა. Dreamland Oasis ჩაქვი. ნინო ბუშგულაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი, სწორედ იმ საამაყო კომპანიისა, რომელზეც ახლა საუბრობდით, ველოდებით საომავლო განვითარებასაც, ცხადია კიდევ უფრო მეტი რომ მქონდეს. საამაყო უძრავი ქონების მიმართულებით გახდათ დირექტორი, აღმასრულებელი დირექტორი ნინო ბუშგულაშვილი, რომელიც გაერთიანდა არეალში და არაერთ ქსის მოგვასწრის კიდევ მაინსპირირებელ ინფორმაციას. უღრმესი მადლობა. Respondents Property Exclusive 2026 არეალში ერთიანდება დღეს. Property Exclusive 2026 პირველი AI-ზე დაფუძნებული უძრავი ქონების ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ვიმყოფებით ახლა და ძალიან მნიშვნელოვან კომპანიებს, ბრენდებს და რესპონდენტებს ვაერთიანებთ არეალში, რაც ძალიან მახარებს. უღრმესი მადლობა. კიდევ ერთ პრემიუმ ხარისხის მიმართულების გამააქტიურებელს, მწარმოებელ მიმართულებას და ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტების დამსმელ კომპანიას მივესალმებით. დღეს იქიდან გამომდინარე, რომ ხარისხზე ორიენტირი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ცხადია, ჩვენ ხარისხიან ინტერვიუსაც ველოდებით ახლა. ლუქსორიუმის მთავარი მენეჯერი თინა თინჩიხლაძე ერთიანდება არეალში. უღრმესი მადლობა თინათინ არეალში გაერთიანებისთვის, იმ ხარისხისთვის, რომელსაც გვთავაზობთ და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დღევანდელ ღონისძიებაში იღებთ მონაწილეობას. პირველ რიგში აუცილებლად უნდა გკითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის დღევანდელ ღონისძიებაში ჩართულობა. მოგესალმებით, ჩემთვის დიდი პატივია Property Exclusive 2026-ში მონაწილეობის მიღება. ჩვენ წარმოვადგენთ იტალიური ბრენდის სპივერის ოფიციალური წარმომადგენლები ვართ საქართველოში და წარმოვადგენთ კომპანია Luxoriums. დიახ. ჩვენ თავაზობთ ჩვენს მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის დეკორატიულ საფარებს, საღებავებს, გრუნტებს, ლაკებს, თერმოიზოლაციას, ჰიდროიზოლაციას, ინსტრუმენტებს, სხვადასხვა ინსტრუმენტებს დიზაინერებისთვის, დეკორატორებისთვის, ყველა მნიშვნელოვან ატრიბუტს, რომელიც ინტერიერისთვის და ექსტერიერისთვის აუცილებელია. რამდენად იყენებენ დეველოპერული კომპანიები სწორედ პრემიუმ ხარისხს? ძალიან მნიშვნელოვანია. თინათინ ამაზე გავამახვილოთ ყურადღება. ბევრი მომხმარებელი გყავთ საქართველოში? ბევრი მომხმარებელი გყავს, მაგრამ კარგი იქნება თუ უფრო მეტი მომხმარებელი გვეყოლება, რადგან ჩვენი კომპანიის პროდუქცია მთლიანად 100% დაფუძნებულია ეკოლოგიურ სისუფთავეზე. ანუ 100% არის ნატურალური ჩვენი პროდუქცია და მინდა რომ ეს აღნიშნო, რომ გამოიყენონ დეველოპერებმა ეს თავიანთ ინტერიერშიც, ექსტერიერშიც და შესთავაზონ ჩვენს მოსახლეობას, რადგან დღეს მწვანე კარკასები საჭიროებენ, რა თქმა უნდა, დიზაინს, რომ იყოს ეკოლოგიურად სუფთა. ჩვენი მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ერთ-ერთი მთავარი თემაა დღევანდელ ღონისძიებაზე სწორედ ეს თემა. თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებაში ჩართულობა თინათინ? ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ აღნიშნავ, როგორც თავში დავიწყე, რადგან ეს გვაძლევს საშუალებას ბაზარზე უფრო მეტი არქიტექტორთან, დეველოპმენტთან, დიზაინერთან გქონდეს შეხება და ჩვენ უფრო შევთავაზოთ ჩვენ მომხმარებელს თანამედროვე დიზაინის სივრცეები, რომელიც იქნება უნიკალური და განუმეორებელი, რა თქმა უნდა. ხარისხზე ორიენტირებული, რა თქმა უნდა, მაღალი დონის ხარისხზე. ეკოლოგიურად სუფთა მიმართულების პოპულარიზაციას ახდენთ. ძალიან მნიშვნელოვანია. როგორია განვითარების დინამიკა ადგილობრივ ბაზარზე? თქვენთვის, როგორც ვიცი, ჯერ ბათუმში იყავთ წარმომადგენლები. კი ბატონო, ბათუმში, ახლა თბილისში, უკვე ორი ოფისი გავხსენით თბილისში. ერთი არის წერეთლის 113-ში შოურუმი გვაქვს, დიდი შოურუმი, ხოლო მეორე უკვე დიდი ოფისი გვაქვს, სადაც საწყობიცა გვაქვს, მირცხულავას 11-ში. იქ ტარდება მასტერკლასები დეკორატორებთან, სხვათა შორის. ძალიან ხშირად სტუმრობენ დეკორატორები, დიზაინერები და ძალიან დიდი გეგმები გვაქვს კომპანიას სამომავლოდ. მასტერკლასების მიმართ ინტერესი როგორია? ძალიან გამოხმაურებაა კი დეკორატორები, მაღალი. ძალიან კარგი.
კომპანიების ჩართულობაც აქტიურია, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. თავად რამდენად აქტიურად იყენებთ ხელოვნურ ინტელექტს თინათინ ყოველდღიურობაში, საქმიანობაში და რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ დღევანდელი ღონისძიების ის პირველი მთავარი სათქმელი, რომ AI-ზე დაფუძნებით ხდება პოპულარიზაცია პროექტების ის საგამოფენო სივრცის მიმართულების გაზიარება, რომელიც არ არის მხოლოდ ადგილობრივებისთვის დღეს, არამედ შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ადამიანი დღევანდელ ღონისძიებას დაესწროს. თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის სწორი გამოყენება თქვენს საქმიანობაში? ხელოვნური ინტელექტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მიუყვებით განვითარებასაც. და იყენებთ კიდეც ყოველდღიურობაში გადატვირთულ სამუშაო გრაფიკში. როგორია ლუქსორიუმის სამომავლო გეგმები თინათინ? ძალიან დიდი, აი ლუქსორიუმს აქვს ძალიან დიდი გეგმები. პირველ რიგში გვინდა რომ სერიოზულად დაუკავშიროთ ჩვენი თანამშრომლობა დიდ დეველოპერ კომპანიებს, როგორც ერთ რომელსაც ასევე უკვე ინტერესი აქვთ დიდი და ერთობიან. კი ბატონო. თქვენს ღონისძიებებში აქტიურად? კი, ერთვებიან და ძალიან დაინტერესებული არიან და ჩართულები არიან უკვე ჩვენთან თანამშრომლობაში. და გაფართოებასაც გეგმავთ ალბათ, ხო? რა თქმა უნდა, სხვადასხვა ქალაქებში ვგეგმავთ გაფართოებას. მე ძალიან მახარებს სწორედ ხარისხიანი ბრენდის ტირაჟირება არეალში. ძალიან მახარებს დღევანდელ ღონისძიებაზე სწორედ ასეთი ხარისხიანი კომპანიების ჩართულობა და ძალიან მახარებს ხარისხის ზოგადად ტირაჟირება და მეტი კომპანიის გაერთიანება ამ ეგიდით. უღრმესი მადლობა თქვენი საქმიანობისთვის, უღრმესი მადლობა რომ გაერთიანდით არეალში, თქვენს სამომავლო წარმატების ნაბიჯებსაც აუცილებლად დავათვალიერებთ დრო და დრო. ის პირობას ვიპტავებთ თქვენს ნებისმიერი გამარჯვების დროს ტირაჟირებას სწორედ არეალშიც მოახდენთ და ჩვენც გვაამაყებთ. ლუქსორიუმის მთავარი მენეჯერი თინათინ ჩიხლაძე გაერთიანდა არეალში. გრძელდება Property Exclusive 2026. გიბრუნდებით სულ რამდენიმე წამში. Property Exclusive 2026 AI-ზე დაფუძნებული უძრავი ქონების ღონისძიება, რომელიც პირველად იმართება AI-ზე დაფუძნებული უძრავი ქონების ღონისძიებას გულისხმობს და ძალიან საინტერესო რესპონდენტების გაერთიანება არეალში ღონისძიების ფარგლებში. პოლონეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი გვანცა გრიგალაშვილი ერთიანდება არეალში. უღრმესი მადლობა გვანცა, როგორც ყოველთვის საინტერესო мотиваციით მოდიხარ სხვადასხვა პროექტში და რა თქმა უნდა იმ დატვირთული სამუშაო ნუსხით და შედეგიანი ნუსხით, რომელიც აამაყუა. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ამ აქტივობისთვის. როგორი საინვესტიციო გარემოა გვანცა საქართველოში, აი რა თუ არა ეს პირველი კითხვა უნდა დავსვა აუცილებლად თქვენთან, რამდენად დიდი ინტერესია სწორედ დეველოპერული მიმართულებით საქართველოში? მე მოგახსენებთ რა თქმა უნდა პოლონეთის პერსპექტივიდან გამომდინარე იქიდან რომ ოფიციალურად წარმოადგენ პოლონურ ბიზნესს საქართველოში. მოგახსენებათ ახაც გავსვავ კიდევ მრავალჯერ ვახსენე ხოლმე, რომ პოლონეთიდან მომავალი ინვესტიციების უმსხვილესი წილი, ეს ვთქვათ დიდი წილი, ზუსტად მომდინარეობს უძრავ ქონებაზე. თითქოს ეს რა თქმა უნდა არის კერძო ინვესტორების ჯგუფის ნაწილი დავაკვირდეთ 2019 წლიდან, ეს ვთქვათ ტენდენციას, არის ასევე მზარდი ეს ტენდენცია, რომ პოლონელი ინვესტორები უფრო და უფრო ინტერესდებიან საქართველოში კერძო უძრავი ქონების შეძენით, განსაკუთრებით ეხება აჭარის რეგიონს, ბათუმის ეს ვთქვათ მიმდებარე ტერიტორიებს, ასევე კახეთშიც არის ინვესტიციები განხორციელებული. ასევე ხაზგაუსვა რომ პოლონეთიდან ტურისტების დიდი წილი არის საქართველოზე მოდის ერთ-ერთ ყოველთვის არის ხოლმე ათეულში პოლონელი ტურისტი და გამომდინარე აქედან ასევე მნიშვნელოვანია პოლონელი ბიზნესმენის ხედვიდან რომ თავის ეს ვთქვათ რა თქმა უნდა ამ ციფრებს ბუნებრივია ისინი ანალიზს უკეთებენ ყოველთვის ბუნებრივია რომ სურთ რომ ეს ვთქვათ ევრო სტანდარტის მქონე, ევროპული სტანდარტის მქონე უძრავ ქონებაზე ესე ვთქვათ მოიზიდონ პოლონელი ტურისტებიც ასევე უკვე ეს ეხება ტურიზმის სექტორს, რადგანაც პოლონელი ტურისტი არის ასევე ძალიან მომთხოვნი, ალბათ ვფიქრობ რომ ბევრი ევროპელი ტურისტი და ითხოვენ, რადგანაც შეჩვეული არიან ევროპულ სტანდარტებს, რომ თუნდაც ეს უძრავი ქონება იქნება ეს კერძო დანიშნულებით იყიდიან თუ შეიძლება იქირაონ დროებითი გაჩერების, შეჩერებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე, აუცილებლად უყურებენ ყველანაირ სტანდარტს, როგორ არის დაცული მაშინ უსაფრთხოება, როგორ არის დაცული ხარისხი შენობებში კონკრეტულად და მოკლედ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ. ხანძა როგორია უკავშირი? ძალიან ბევრი პროექტი გაგიხორციელებთ და ძალიან ბევრი კონსულტაცია გაგიციერათ, ძალიან მნიშვნელოვანია. როგორია უკავშირი შემდეგ უკვე, ბევრი წლის გასვლის შემდეგ, როცა უკვე შედეგი უნდა დაითვალოს და მომგებიანი მიმართულებებითაც უნდა იამაყოს თითოეულმა პარტნიორმა. როგორც უყურებთ ხოლმე ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის ვცდილობთ რომ მათგან უკავშირი მივიღოთ, თუ როგორ არის საქართველოში, ასე ვთქვათ, განვითარება თუ რა დონეზეა, მათი
პერსპექტივიდან, მათი ხედვიდან და მინდა აღნიშნოს, რომ ძალიან პოზიტიურად თითქმის ყოველთვის, ანუ რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლის, რამდენიმე სადაც მოხვედრილან დაიცი ძალიან ისეთი ნეგატიური განწყობა, რომ აი რატომ არ არის რაღაც ევროპული სტანდარტების ველოდით და რაღაც მოკლედ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამას ძალიან უშუალო წილია ესეთი კომენტარების, ვფიქრობ, რომ უყურებენ პროგრესს, როგორ არის და ძალიან თვალსაჩინოა ეს პროგრესის განსაკუთრებით აი ბოლო 2-3 წლის განმავლობაშიც, ვთქვათ, შემოდინება არის ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდანაც, არა მარტო ევროპიდან და ვთქვათ, ევროპული ქვეყნებიდან, ასევე გარეთ არაბთა საემიროებიდან, სხვადასხვა არაბული ქვეყნებიდანაც და ვთქვათ, ეს დიდი მოძრაობა და გარკვეულწილად ესე ვთქვათ, მოთხოვნა უკვე ბაზარზე, ბუნებრივია ვფიქრობ, რომ აჩენს ავტომატურად უკვე კარგი ხარისხის შექმნის სტანდარტს, ასე ვთქვათ, და ტენდენციას. რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი ღონისძიება ინვესტორებთან სწორი პოზიციონირებისთვის, უცხოელ ინვესტორებთან სწორი პოზიციონირებისთვის თქვენი გადმოსახედიდან და ის სიახლე, რომელიც AI-ის ჩართულობას გულისხმობს? ძალიან მნიშვნელოვანია და რატომ? იმიტომ რომ პირდაპირ უშუალოდ ახლა ხაზს გაუსვარო ზუსტად Property Georgias და FIAPC Georgias ორგანიზებით ეს უკვე მრავალი წელია მსგავსი ტიპის ღონისძიებები იმართება და ჩვენ როგორც პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტო ყოველთვის ვართ ხოლმე აქტიურად ჩართული და მხარს უჭერთ როგორც შეგვიძლია, ეს იქნება ინფორმაციის გაზიარება პოლონეთში და პოტენციურად დაინტერესებულ მხარეებს შორის ჩვენს ვებგვერდზე განთავსება ღონისძიების შესახებ ინფორმაციის თუ მოწვევის ასევე პოლონური კომპანიებსა, ბუნებრივია ჩვენ უკვე საბოლოო გადაწყვეტილებაზე არ გვაქვს ესე ვთქვათ გავლენა, თუმცა ყოველთვის ვიწოდოთ ხოლმე კომპანიებსა. უკვე როდესაც ადგილზე საუბრებიან კონკრეტულ დეველოპერებსა, ხაზი გავისვა, რომ უშუალოდ აქვს საშუალება გაესაუბრონ პროექტის შემქმნელებს, ანუ ვინც ასე ვთქვათ, ვისაც ხელეწიფება აი თითოეული პროცესში ესე ვთქვათ ჩართულობა და თითოეული პროცესის განკარგვა, განსაზღვრა. ეხება ეს თვითონ ხარისხის მართვასაც ასე ვთქვათ, სწორი პროდუქციის შეთავაზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა უკვე უკავშირი არის დაინტერესებული მხარისგან, ვისაც შეიძლება იყოს პოტენციურად ყიდველი შემდგომ ამოძრავი ქონების იქნება თუ ეს საინვესტიციო პროექტის განხორციელების, ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ხარისხზე ან სხვადასხვა სპეციფიკაციაზე, რაც მომხმარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უშუალოდ დეველოპერთან გაცვალოს ინფორმაცია, იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი პლატფორმა, სადაც შეუძლიათ ასევე სამშობლო კომპანიებიც არიან, თვითონ ვინც არიან საინჟინრო და სამშობლო, ასე ვთქვათ, მასალების მიმწოდებელი კომპანიებიც ამას ხაზს გაუსვა ისე ამ ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ეს ერთგვარად გადაჯაჭვული მხარეებია, რომლებიც უძრავი ქონება, ანუ ვთქვათ, ვერ შეიქმნება პროდუქტი და ესე ვთქვათ, უძრავ ქონებად ვერ იქცევა, თუ არ არის სწორი სამშობლო პროდუქცია, სწორი ესე ვთქვათ, სტანდარტები, სწორი პოლიტიკა, ესე ვთქვათ, რომელსაც კარნახობს ერთგვარად ვფიქრობ მომხმარებელი. ხელოვნური ინტელექტს რა როლი აქვს კვანტსა ამ საქმიანობაში? სხვადასხვა პოლონეთშიც უფრო და უფრო მზარდი ეროვნულ სტრატეგიაშიც კი გაიწერა ხელოვნური ინტელექტის ესე ვთქვათ, მიდგომები სხვადასხვა დარგებში და დანერგვავი ხორციელდება. მეც როგორც სააგენტო ჩვენც ვიყენებთ შიდა ესე ვთქვათ, სისტემებს, დიახ, უსაფრთხოების გადაცდა გამომდინარე ვიყენებთ თქო სისტემებს და ძალიან ესე ვთქვათ, უკვე აპრობირებული მეთოდია, რომ AI დაინერგოს, ანუ უკვე ჩვეულებრივი ამბავი, რომ AI უნდა დაინერგოს თითოეული კომპანიის წარმატებით სწორად, დიახ, სწორად აი ხა BIM ტექნოლოგიების გამოყენება ძალიან აქტიურია პოლონეთში და ესე ვთქვათ, ეს მნიშვნელოვანი იმ კუთხით, თუნდაც მომხმარებელსაც და დეველოპერსაც ეხმარება, რომ დეველოპერს ეხმარება საკუთარ სწორი პროდუქტის შექმნას და მომხმარებელს მოერგოს და მომხმარებელს შეუძლია სწორად დაუკეთოს, ასე უხეშად რო ვთქვათ, რა პროდუქტი სჭირდება. თუნდაც BIM ტექნოლოგიებით ხო უკვე ხდება იმის გაცვლა, თუ რამდენად შეიძლება ენერგოეფექტური იყოს კონკრეტული პროდუქტი, რომელსაც შეიძლება ისინი შემდგომში ფიქრობდნენ ჩადონ ინვესტიცია და აი ეს ყველაფერი ანალიზი ისე გვაძლევს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რომ შესაძლებელი იყოს სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, როგორც ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში სწორი მომხმარებელმა, რომ კერძო უძრავ ქონებაში ჩადოს ინვესტიცია, ასე დეველოპერმა შექმნას სწორი პროდუქტი. საომალოდ კვების გამოფენა გაქვთ დაგეგმილი. კი. და ძალიან ბევრი ღონისძიების ფონზე. ვაუ, შემოდგომას დაწურთულები ხართ. ძალიან ინტენსიური გვაქვს ხოლმე, განსაკუთრებით, ნუ გაზაფხულის გვაქვს და შემოდგომა გვაქვს იმ მხრივ, რომ ქართული დელეგაცია მიყვავს ხოლმე, პოლაგრა არის ესეთი გამოფენა, შემოდგომა ყოველ წელს შემოდგომაზე იგეგმება და ესე ვთქვათ, hosted buyers პროგრამა, რომელსაც ვთავაზობთ ჩვენ ქართულ კომპანიებს, ვინც შეიძლება დაინტერესდნენ პოლონეთთან, პოლონურ კომპანიებთან ურთიერთობის დამყარებით და ასევე შეიძლება იყოს წარმოებელიც, თუმცა ჩვენ ეს პირდაპირ ვერ უჭერთ წარმოებელებს და ექსპორტიორებს ხართ, თუმცა ჩვენ ორგანიზატორებთან გვაქვს ყოველთვის მჭიდრო კავშირი ვართ ხოლმე პარტნიორობაში შევდივართ მათთან და შეუძლიათ თუ დაინტერესებული ქართული კომპანიის მოყოლება, რომელსაც სტენდით უნდა რომ წარმოდგინდეს, ამ შემთხვევაში რაღაც გარკვეული ფაზაკლების შეთავაზება შეგვიძლია ხოლმე ასეთ შემთხვევაში და იქაც შესაძლებლობის დაგვარად დავეხმაროთ სწორ კომპანიებთან ურთიერთობები. კომპანიების ჩართვა საქართველოს მხრიდან რამდენად აქტიურია კვების გამოფენას გულისხმობ ამ შემთხვევაში და ინტერესი რამდენად იზრდება წლიდან წლამდე კვანცა? კვების გამოფენას იმათ რომ გითხოთ ძალიან დიდი არ არის ხოლმე, უფრო მეტად სამშენებლოზე მაქვს, აი წლიდან წლამდე აი 50-50%-ით იზრდება, იმიტომ რომ სამშენებლო პროდუქცია ესე ვთქვათ უფრო ისეთია. კი, და განსაკუთრებით ევროპის სტანდარტების დანერგვა ჩვენთანაც უფრო აქტუალური თემა. კვების გამოფენაში თუმცა ახლა მაგალითად თუ შევადარო 2024 წელს 2025 წელთან საკმაოდ 3-4 კომპანიით მეტი იყო ვიდრე მაგალითად გასულ წელს და ესეც მზარდია. გამომდინარე იქიდან რომ ისედაც
პოლონური კომპანიებიც არიან წარმოადგენენ საქართველოს საკმაოდ კვების თემას, რაც ახლა განსაკუთრებით ზახოული, განსაკუთრებით ის პროდუქტი, ასევე მეორე კატეგორია, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზეც ესე ვთქვათ, გვაქვს ხოლმე მუდმივი ზრდა. ანუ ყოველთვის ესე ვთქვათ, სტაგნაცია არ გვაქვს მიმართული, რაც ჩემთვის თავარია და მზარდია მოთხოვნაც, მზარდია ჩემთვის სტაგნაცია წარმოუდგენელია. იმათაც ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში და ველოდებით არეალში კვლავ იმ სიახლეების გაჟღერებას და მიმართულებების აქტივობას, რომელიც შეგვაჩვიეთ, რომ აქტიურად უნდა იყოს ჩასმული დღის წესრიგში, სამუშაო დღის წესრიგში და რომელსაც აუცილებლად მოაქვს შედეგი ქვეყნისთვის. უღრმესი მადლობა გვანცა თითოეული საქმისთვის და იმ ნაბიჯისთვის, რომელიც აქამდე გაგვიშუქებია და მომავალში გავაშუქებთ კიდევ ამჯერად უკვე არეალში. უღრმესი მადლობა. პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი გვანცა გრიგალაშვილი გაერთიანდა არეალში. გრძელდება Property Exclusive 2026. დაგველოდეთ. Property Exclusive 2026 პირველი AI-ზე დაფუძნებული უძრავი ქონების ღონისძიება, რაც ძალიან გვახარებს არეალის ჩართულობა დღევანდელ ღონისძიებაში და ის მნიშვნელოვანი რესპონდენტული არეალი, რომელიც ქმნის თავის საქმიანობით შედეგს და რა თქმა უნდა სხვა დანარჩენ საომავლო მიმართულებების გზასაც გვიხსნის. მზიური გარდენსის კომერციული დირექტორი თეონა გიორგაძე ერთიანდება არეალში დღეს პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტები, რომელიც თავმად შეიძლება ითქვას მიმზიდველ კონტენტს ქმნის და საომავლო გეგმებზეც ძალიან გვახარებს სწორედ თეონასთან ახლა ყურადღების გამახვილება. თეონა, უღრმესი მადლობა არეალში გაერთიანებისთვის და ღონისძიებაში ჩართულობისთვის, რომლის მნიშვნელობაც ახლა უნდა გკითხოთ პირველ რიგში მზიური გარდენსის მიმდინარე და მომგებიანი პროექტების ფონზე, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებები. თეონა, რამდენად ეხმარება უძრავი ქონების სექტორს სწორედ ასეთ ტიპის ღონისძიებები, რომელზეც ვიმყოფებით დღეს. მოგესალმებით. Property Exclusive 2026 საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიება უძრავი ქონების სექტორისთვის, რადგან ამ ტიპის ღონისძიებები გვაძლევს საშუალებას არა მხოლოდ წარმოვადგინოთ ჩვენი პროექტები, არამედ მოვახდინოთ მახინჯაურის პოპულარიზაცია, რომელიც ერთ-ერთი მზარდი ტურისტული ლოკაცია აჭარის რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ის სეგმენტი ავითვისოთ, რომელიც ასე თუ ისე აუთვისებლად გვეჩვენება, არადა დიდი პოტენციალი აქვს, ხო? მახინჯაურის მიმართულება სხვა შორის ძალიან კარგად მოხდა პრომოუშენი თქვენი პროექტების ფონზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ბევრი ტურისტი არის აღფრთოვანებული და საქართველოს მოქალაქე არის აღფრთოვანებული ამ პროექტებით. ეს არის დიდი ინსპირაცია იმისთვის, რომ ბევრი აუთვისებელი მიმართულება, რომელიც გვაქვს საქართველოში, კიდევ უფრო კარგად ავითვისოთ და მომგებიანი გავხადოთ ჩვენი ეკონომიკისთვის და რა თქმა უნდა, იმ სასიამოვნო მიმართულებებისთვისაც, რომელსაც გულისხმობს თვისობრივად დეველოპერული ბიზნესის ერთ-ერთი საქმიანობა, რომ შევქმნათ განტვირთველი გარემო, ხომ ასეა თეონა? ძალიან საინტერესოა დღეს სწორედ AI-ზე გავამახვილოთ ყურადღება, რადგან ღონისძიება უნიკალურია, პირველია, შეიძლება ითქვას, თავისი სწორედ AI-ზე დატვირთულობით და მნიშვნელოვანია თქვენ საქმიანობაშიც ხელოვნური ინტელექტის როლი ვიკითხო. რამდენად ხშირად იყენებთ ხელოვნურ ინტელექტს თეონა საქმიან გარემოში? გვანცა დღევანდელ ცხოვრებაში AI საკმაოდ დიდი როლი უჭირავს ნებისმიერ ინდუსტრიაში. მისი გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებელთა კომუნიკაციის გაუმჯობესებაში, ასევე ბიზნეს პროცესების მართვაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, თუ სწორად გამოვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს, გაგვიუმჯობესებს და გაგვიმარტივებს სამუშაო მიმართულებებს, თუმცა აი აქ არის ზუსტად ის ბეწვის ხიდი, სადაც სწორად უნდა ვიაროთ და ამაზე არაერთი ადამიანი, არაერთი ლიდერი, არაერთი გამოცემა თუ მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენელი საუბრობს. და დღესაც მინდოდა რომ ამაზე გაგვემახვილებინათ ხარდია ყურადღება. მიმდინარე პროექტები ძალიან საინტერესოა მზიური გარდენსში. თეონა, უკვე შედეგით კმაყოფილები ვართ, თუმცა როცა შედეგით კმაყოფილდებით, აუცილებლად გვჭირდება საომავლო განვითარებაც, ხომ ასეა? და ველოდებით კიდევ უფრო მეტად განვითარებულ პროექტებს და როდესაც ერთი შედეგით კმაყოფილები ვართ, სხვა შედეგითაც გვინდა რომ ვიყოთ კმაყოფილები. რა არის საომავლო გეგმაში მზიური გარდენსში და რაზე მუშაობთ დღეს? დღევანდელ ღონისძიებაზე ჩვენ წარმოდგენილი ვართ როგორც მზიური დეველოპმენტის სახელით. გვაქვს ერთი დასრულებული და ორი მიმდინარე პროექტი, რომელიც ვითარდება ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე. იდეა იყო შეგვექმნა ისეთი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ქალაქის ხმაურიდან შორს, ბუნებასთან და ზღვასთან სიახლოვეს შევქმნით კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს. რა თქმა უნდა, გვაქვს სამომავლო გეგმები, აუცილებლად დავაანონსებთ მომავალში. ჯერ არ ვახერხებთ.
არა, რა თქმა უნდა. თუმცა ვიტოვებ პირობას, რომ არეალში აუცილებლად გააჟღერებთ იმ სიახლეებს, რომელსაც დღეს არ გვიშღერებთ, ხომ ასეა? დიდი სიამოვნებაა. ძალიან დიდი მადლობა, თეონა, ძალიან დიდი მადლობა. თავადაც იყენებთ ხელოვნურ ინტელექტს, როგორც ხვდები, თქვენს ყოველდღიურობაში. მე აუცილებლად ვდე კითხოთ, თეონა, როგორ ახერხებთ? ყოველდღიური მეგობარია AI. ხელოვნური ინტელექტი, კი ბატონო. გეხმარება თუ არა სწორედ ხელოვნური ინტელექტი იმ ბალანსის დაცვაში, რომელსაც გულისხმობს სამი შვილი, დიდი ოჯახი, ძალიან აქტიური სამუშაო გარემო და აქტივობები, რომელიც ყოველდღიურობაში უკვე რუტინაში გადადის. და მით უმეტეს კარგად გამოიყურებით, მიუხედავად ამდენი შრომისა, თეონა, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამდენი კონცეფცია და მიმართულება დაიცვა და ბალანსი აუცილებლად შეინარჩუნო. ხელოვნური ინტელექტი გეხმარებათ რაღაცილად ამ მიმართულებების შენარჩუნებაში. რა თქმა უნდა, მე ვიტყოდი, რომ ეს არის ერთ-ერთი ჩემი ყველაზე უახლოესი მეგობარი ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან ის ახდენს დროის ოპტიმიზაციას, როგორ დავგეგმო დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე ჩემი სამუშაო რუტინა და ვიყო ორიენტირებული საქმეზე, რა თქმა უნდა, და ასევე ვიყო ნაყოფიერი დღის განმავლობაში. და მოიტანოთ შედეგი შემდეგ. აუცილებლად. პოპულარიზაციის მიმართულებაში მინდა გკითხოთ. რა დრო დასჭირდა ამ ადგილების პოპულარიზაციას? თუმცა სხვათა შორის თამამად მინდა ვთქვა, რომ ძალიან საკმაოდ დიდი წვლილი მიგვიწვის მახინჯაურის პოპულარიზაციაში, რადგან ჩვენი პროექტები დაიწყეთ 2017 წლიდან და ამ დროს მახინჯაურის მნიშვნელობა არამც თუ ადგილობრივს არ ქონდა გააზრებული, არამედ ტურისტებისთვის ეს იყო სრულიად ამოუცნობი ლოკაცია, თუ რა მნიშვნელობის იყო მისი ისტორიიდან გამომდინარე. თუმცა დღეს უკვე, როგორც აღნიშნეთ, მახინჯაური ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ტურისტული ლოკაცია, არა მხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. სწორედ ეს არის ძალიან საამაყო. თეონა, უღრმესი მადლობა არეალში გაერთიანებისთვის, გელოდებით სამომავლო პროექტებით, რომელსაც ჯერ არ ასახელებთ. ხომ ასეა? აუცილებლად დავასახელებთ. არეალშიც გაერთიანდებით. უღრმესი მადლობა, ველოდებით ასეთივე შედეგიან პროექტებს ცხადია, როგორც უკვე შექმენით და დარწმუნებული ვარ, განვითარებაზე ორიენტირებით კიდევ ძალიან ბევრი მიმართულებით ვიამაყებთ თქვენ სამშაო არეალში. Property Exclusive 2026 პირველი AI-ზე დაფუძნებული უძრავი ქონების ღონისძიება და მზიური გარდენსის კომერციული დირექტორი თეონა გიორგაძე გაერთიანდა არეალში სამომავლო გეგმების ტირაჟირებას დაგვპირდა აუცილებლად. თეონა, როგორც უკვე აღნიშნა, სწორედ არეალში გაერთიანდება მალე უკვე იმ საამაყო პროექტებით, რისი მაგალითიც არაერთხელ მოგცა მზიური გარდენსმა. ვაგრძელებთ არეალით მნიშვნელოვანი ღონისძიებაში გაერთიანებას დაგვაუცით. Property Exclusive 2026 პირველი AI-ზე დაფუძნებული უძრავი ქონების ღონისძიება, რა თქმა უნდა, არეალში ერთიანდება და ძალიან მახარებს იმ მნიშვნელოვანი აქცენტების გაკეთება, რასაც დღეს ვაკეთებთ სწორედ არეალში, ძალიან მახარებს იმ არაჩვეულებრივი რესპონდენტების გაერთიანება, რომლებიც ერთიანდებიან დღეს არეალში და იმ ღონისძიების ტირაჟირება, რომელსაც ვესწრებით დღეს, რა თქმა უნდა, იმ მნიშვნელოვანი აქცენტებით, რომელიც ქართული ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი და წამახალისებელიც არის. დღევანდელ ღონისძიებას გულისხმობ. დღეს ანი ხავთაზი AIM ჯგუფის გენერალური მენეჯერი ერთიანდება არეალში კლავ დეველოპერული მიზნებისთვის. ანი, უღრმესი მადლობა არეალში გაერთიანებისთვის პირველ რიგში, ჩვენ არ გქონია აქამდე არასდროს. კვეთა არც ერთ ობიექტივში და ძალიან მახარებს, რომ დღეს გაგიცანი იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ენერგეტიკული ველი მოდის შენგან საქმიანი, რომელიც დარწმუნებული ვარ სასარგებლო პროექტებში იღვრება. როგორ გრძნობ თავს არეალში? გამარჯობა, სასწაული გარემოა და შენთან ყოველთვის სასიამოვნო იქნება ამის შემდეგაც. უღრმესი მადლობა. მადლობა რომ ამ ეთერის სტუმარი ვარ. და იმედი მაქვს, რომ სასიამოვნო საუბარი გვექნება აუცილებლად. უკვე ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის შენი გაცნობა და ძალიან მახარებს, რომ სამომავლო გეგმებიც უკვე დავისახეთ არეალში. როგორ ეხმარება Property Georgia და FFC Georgia დღევანდელი ღონისძიებით დეველოპერულ ბიზნესს? ani ძალიან საინტერესოა, რატომ არის მნიშვნელოვანი ზოგადად მსგავსი ღონისძიებების არსებობა? ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში, იმიტომ რომ ძალიან არ ვართ განებიურებულები ქართულ ბაზარზე ასეთი ძვირფასი ღონისძიებებით სამშენებლო სფეროში. ჩვენ შარშანაც ვიყავით მონაწილეები Property Georgia's ამ ღონისძიების. სხვა შორის ძალიან კარგი შედეგები გამოიღო. მინდა აღვნიშნო, რომ შარშან ჩვენ ღონისძიების ფარგლებში ბინაც გავყიდეთ ბაგებში, მაშინ ბაგები ქონდა წარმოდგენილი. დღეს ვართ ვარკეთილის და გდანის პროექტით და იმედებს ვამყარებთ, რომ დღესაც აუცილებლად იქნება დიდი გამოხმაურება ჩვენ პროექტებში. ამ ღონისძიებას რაღაც გარკვეულწილად დადებითი ენერგეტიკაც დააქვს, რომელიც შემდეგ უკვე პროექტებში წარმატებით იღვრება, ხომ ასე? რასაკვირველია. ჩვენ ძალიან ბევრი ხალხი გავიცანით შარშანაც და წელსაც მოგვდევს ის
ლიდები, ასე ვთქვათ, რაც შარშან არ ჩაიხურა, იმიტომ რომ უნდათ სხვა პროექტები, მარტობაგები არა, თქვა სხვა უფრო პატარა ბინები სხვა გარეუბნებში და წელს იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი ხალხს გავიცნობთ და კარგად დასრულდება ეს გაცნობითი ნამდვილად. სარფიანად დასრულდება. დასრულდება. გაცნობითი მხარეს და შემდეგ უკვე საქმეში ინტეგრირებული თანამშრომლობაც. ანი, ხელოვნური ინტელექტი შენს ყოველდღიურობაში ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელ დღეს შეუძლებელია ხელოვნური ინტელექტის გარეშე ნებისმიერი რამის გაკეთება პრინციპში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია სწორად გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ყოველდღიურობაში. დღეს ეს ერთ-ერთი მთავარი ხაზია დღევანდელ ღონისძიებაზე, რომ სწორად ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ხდება პოპულარიზაცია იმ პროექტების, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეიძლება დაესწროს ნებისმიერი მსურველი დღევანდელ ღონისძიებას. თავად რამდენად ხშირად იყენებთ თქვენს საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტს? ჩვენ საქმიანობაში უკვე გარდაუვალია, რომ ხელოვნური ინტელექტი აღარ გამოვიყენოთ, რატომღაც ადრე თუ ვერ წარმოვიდგენდით ხოლმე, როგორ შეიძლებოდა ასე მარტივად დაგვესრულებინა ის кейსები, რასაც დღეს ხელოვნური ინტელექტით ვასრულებთ. ძალიან კარგია, იმიტომ რომ უფრო გამარტივებულია პირველ რიგში ხელოვნური ინტელექტის მიერ ჩვენი საქმიანობა და ის, რაც დღევანდელ ღონისძიებაზე დაინერგა ეს AI-ის ინტეგრირებული ლიდებში, მართლა ძალიან საინტერესოა, ჯერ არ გამოგვიცდია, მაგრამ პრეზენტაციაზე როგორც მოვისმინეთ, იმედი მაქვს, რომ კარგ შედეგს გამოიღებს ნამდვილად. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება. დღეს საქართველოში დეველოპმენტი უფრო მაღალი ბოგების ბიზნესია თუ მაღალი რისკის თქვენი გადმოსახედიდან? რა გამოწვევები გვხვდება დღეს სწორედ პრემიუმ ხარისხის დამკვიდრებისას ანი? ვფიქრობ, რომ რისკები ყველა ბიზნესში არის, რა თქმა უნდა, ისევე როგორც სხვა, ასევე სამშენებლო ბიზნესში, მაგრამ როცა კომპანია მყარად დგას ფეხზე და აქვს 15 წლიანი გამოცდილება, როგორც ჩვენ მაგალითად, უფრო მარტივდება ამ რისკების გათვლა წინასწარ ასაკვირველია. შენ ხარ ერთ-ერთი მთავარი რგოლი შენი კომპანიისთვის, შესაბამისად ვის თუ არა შენთვის უნდა მეკითხა ამ გამოწვევების შესახებ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ასეთივე პროფესიონალური პასუხი გაგვეცა 15 წლიანი გამოცდილების ფონზე. გამოცდილებას ცხადია თავისი მოაქვს, თავისი გამოცდილება მოაქვს, თავისი რისკების რაღაც წილად გათვლის მიმართულებას ცხადია მოაქვს, მაგრამ ძალიან საინტერესოა ყოველწლიურად განვითარების პროცესში, დეველოპერული ბიზნესის განვითარების პროცესში, ყოველწლიურად კი არა შეიძლება ითქვას ყოველთვიურად სიახლეს ხვდებით აქ. გამოწვევების იმატებს თუ იკლებს და როგორ უმკლავდება ქართული ბიზნესი სწორედ მსოფლიო გამოწვევებს. ჩვენი კომპანიის მაგალითზე ვიტყვი, AIM ჯგუფი 15 წელზე მეტია უკვე როგორც აღვნიშნე ოპერირებს ქართულ სექტორში. ჩვენ არა მარტო თბილისში, არამედ ქუთაისსა და რუსთავშიც გვაქვს მშენებლობები. და ამ გადმოსახედიდან გეტყვით, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი და მეტი საქმე გვაქვს ჩვენც და უფრო მეტი და მეტი ინტერესი არის მომხმარებლების მიერაც. გამოწვევები ყოველწლიურად იზრდება, კონკურენციაც იზრდება, რასაკვირველია და ეს პირველ რიგში ჩვენთვის საინტერესოა. საინტერესოა, როგორც კონკურენციას გამოწვევები ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. რა თქმა უნდა. მივყვებით ფეხდაფეხ, აი ეხლა AI-ც ძალიან საინტერესო იქნება, როგორ შემოვიდა, ვინ როგორ ავითვისებთ. აბსოლუტურად ყველას წარმატებას ვუსურვებ, როგორც აი კონკურენციაც აღვნიშნე და ასევე ყველამ ჩვენი საქმე რო კარგად ვაკეთოთ, პრემიუმად ვაკეთოთ, იმიტომ რომ ეს აუცილებელი არის, ჩვენ ხარისხზე მუდმივად ვმუშაობთ და ვითარდებით. და რაც შეეხება გამოწვევებს, ამის გარეშე უინტერესო იქნებოდა თითოეული დღე. მე ვატყობ ამ ხასიათს და განწყობა შენშიანი და ძალიან მახარებს, რომ ეს სამოტივაციო ხაზიც დაგვიტოვე. გამოწვევები აუცილებლად უნდა გადავალახოთ, როგორც ანიმ თქვა, პრემიუმად. სწორედ სამუშაო განწყობა ასეთი უნდა იყოს და აუცილებლად სწორედ ამ პრემიუმ განწყობით უნდა კითხოთ სამომავლო გეგმები AIM ჯგუფში. რაზეა კონცენტრირებული თქვენი კომპანია დღეს მიმდინარე პროექტებზე და რა არის სამომავლოდ გეგმაში? ჩვენი სამომავლო გეგმები არის პირველ რიგში განვითარება, რასაკვირველია და განვითარებას არასდროს არ ვწყვეტთ. სხვა ქალაქების ათვისება შეძლების დაგვარად და ჩვენი მთავარი ნიშა იყო თავიდანვე, ჩვენი მიზანი იყო გარეუბნების უფრო მეტად ათვისება და ეს მოვახერხეთ ამ ეტაპზე, მაგრამ კიდევ უფრო გვინდა რომ მეტად ავიცოთ გარეუბნები და ასევე თბილისის სხვა უბნებიც. გვინდა რომ კიდევ უფრო გავიზარდოთ შეძლების დაგვარად და ბევრი ბედნიერი და კმაყოფილი მობინადრე გყავდეს. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ასეთი გუნდით ნამდვილად მიაღწევთ თქვენს მიზნებს, ნამდვილად დარწმუნებული ვარ და ასეთი განწყობით და ასეთი შემართებით და უკვე შედეგიანი პროექტებით, რომელიც სახეზეა. უღრმესი მადლობა ანი, ველოდებით თქვენ სამომავლო პროექტებს კვლავ არეალში, იმიტომ რომ საამაყო კიდევ ბევრია. AIM ჯგუფის გენერალური მენეჯერი ანი ხავთასი გაერთიანდა არეალში. ძალიან დიდი მადლობა.
განსაკუთრებულ ღონისძიებაზე ვიმყოფებოდით დღეს არეალით Property Georgias და FFC Georgias მიერ ორგანიზებული პირველი AI-ზე დაფუძნებული უძრავი ქონების ღონისძიება გაიმართა, სადაც ბევრი შესაძლებლობა გაიხსნა ცხადია, რომელიც აუცილებელია საქართველოს ეკონომიკისთვის, ბიზნესის სიძლიერისთვის, ცხადია იმ კომუნიკაციებისთვის, რომელიც თითოეული ჩვენთაგანისთვის საჭიროა. შევხვდებით ერთმანეთს მომდევნო გადაცემაში, მორიგი აქტუალური საკითხებით, დროებით.